მერწყულებს უჯდებათ მე-11 სახლში მეგობრებო, მე-11 სახლი არის თავისუფლება, შეიძლება გქონდეთ განცდა რომ მე ძალიან დიდი თავისუფლება მინდა, ან მე ძალიან მინდა სოციუმი, მეგობრები მინდა, ან პირიქით აქ გამოჩნდეს ყველაფერი დარქი. მეგობრებში პრობლემები შეიძლება გამოვლინდეს სოციუმში დაკარგულობა და განცდა რომ მე არ მინდა ჩაკეტილობისკენ ვარ უფრო მიდრეკილი ამ პერიოდში. ზოგთან შეიძლება იყოს განცდა მოულოდნელობის, რომ რაღაც მოულოდნელად მოხდეს რაღაცები მათ ცხოვრებაში, მოულოდნელად წავიდნენ სადღაც მაგალითად, იმიტომ რომ მე-11 სახლმა მოულოდნელობები იცის, დაუგეგმავობა იცის. ან შინაგანი ცოტა შფოთვა გაძლიერდეს, ხო, ფსიქოემოციურ დონეზე. მე მომავალში ვარ სულ ფიქრებში, მე რაღაცის შეცვლა მინდა, შეიძლება უბრალოდ ემოციურ დონეზე იყოს ცვლილების მოთხოვნილება, რომ მე მინდა რაღაცები შევცვალო ჩემ ცხოვრებაში, მე მინდა რაღაც ახალი ვისწავლო, ან ახალი მეგობრები მჭირდება, ახალი სოციუმი მჭირდება, ახალი ურთიერთობები მინდა და გქონდეთ განცდა, რომ აი მაინც ვერ ხდება ეს თითქოს, რომ აი ამ სოციუმში ვერ ვიღებ იმ ყველაფერს, ან იმ პირიქით იყოს მომენტი, რომ აი მე ძალიან ჩავიძირი ამ მეგობრებში და ამ სოციუმში და თითქოს იდენტობასთან დაკავშირებული პრობლემები შემექმნას, რომ აი მე ძალიან მივეჭეჭვი ამ ყველაფერს. ზოგთან ესე შეიძლება გამოვლინდეს, ხო? ან მეგობრებთან ხო გეუბნებით, ან იდეალებში კრიზისიც, მაგალითად მე-11 სახლი ეს ჩვენი იდეალები არის, როგორ უყურებთ ცხოვრებას, უფრო აი თავისუფალი ხედვით. ჩემი აზრით უფრო გადაჭარბებული საცთური თავისუფლებასთან, მეგობრობასთან, სოციუმთან, ან თანამედროვეობასთანაც შეიძლება გამოვლინდეს. მე-11 სახლი თანამედროვე აზროვნება არის ჩვენთან და შეიძლება რაღაც დიდი მოთხოვნილება იყოს ორიგინალურობის, გამორიყვის სოციუმისგან, ან პირიქით იყოს, რომ აი მეგობრებთან მე მაქვს იდეოლოგიური კამათი, მე მჭირდება ყველა ჩემ აზრზე იყოს. ზოგთან, მერწყულთან ესეც შეიძლება გამოვლინდეს და ყურადღებით უნდა იყვნენ მაინც, ხო?